მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია გადაცემა ახალი პარადიგმა თენგო ომანიძესთან ერთად და მიმდინარე თემებზე სასაუბროთ. დღეს ჩვენ სტუდიაში სტუმრად იქნება ბატონი დემურ გიორხელიძე. მოგესალმებით, ბატონო დემურ. დიდი მადლობა, რომ კიდევ ერთხელ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი, მით უფრო რომ ძალიან ბევრი საინტერესო თემა დაგროვდა და სასაუბროთ. დღეისათვის შევარჩიეთ ორი ალბათ ყველაზე აქტუალური თემა, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით. ეს არის პირველ რიგში მინდა ვისაუბროთ უკრაინის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე, ძალიან გააქტიურდა კვლავ ეს თემა და სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო პერსპექტივები და გადაცემის მეორე ნაწილისთვის აუცილებლად მინდა მოვიტოვოთ დრო არაბულ ინვესტიციაზე სასაუბროთ, რაც ასევე ქართული საზოგადოებისთვის არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. პირველ რიგში დავიწყოთ უკრაინით, რა პროცესები ხდება თქვენი აზრით? საინტერესო არის, რატომ გამოჩნდა ეხლა მაინდა-მაინც აი ამ მონაკვეთში ტრამპის ეს 28 პუნქტიანი გეგმა, რომელიც არ აღმოჩნდა საბოლოო გეგმა, კიდე რაღაცები არის შესასვლელია, როგორც ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს. მაგრამ უცნაური ამაში არის ის, რომ ეს იყო ერთგვარად გასაიდუმლოებული პროცესი თითქოს ამ გეგმის შემუშავება. მანამდე გვახსოვს, რომ ტრამპი ცდილობდა რუსეთზე ზეწოლას, ნავთობის კომპანიებზე დააწესა სანქციები, სხვა ქვეყნებს მოუწოდებდა მეორად სანქციებს დაგიწესებთ თუ რუსულ ნავთობს იყიდითო და აი უცებ გამოჩნდა ეს გეგმა, რომელიც თავიდან ბოლომდე შეაფასა მსოფლიო საზოგადოებამ, როგორც კრემლში შედგენილი გეგმაო, იმიტომ რომ პრაქტიკულად კაპიტულაციას თხოვენ უკრაინას. რა პროცესთან გვაქვს თქვენი აზრით საქმე, მართლაც მოახლოვდა თუ არა მშვიდობა? მოგესალმებით, ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იგი არა მარტო საერთაშორისო დონეზე ახდენს გავლენას, არამედ ჩვენ ქვეყანაზეც ახდენს გავლენას, იმიტომ რომ როდესაც გეოპოლიტიკური მთავარი მოთამაშეები ამ დონის დაპირისპირებაში არიან, ბუნებრივია საქართველოს როგორც სამხრეთ კავკასიის შემადგენელი ნაწილი ამ ზეწოლის ქვეშაა, იმიტომ რომ სამხრეთ კავკასიაში გავლენები და ბალანსები ჯერ კიდევ შორსაა. ამიტომ ჩვენ საკმაო ხანი ვიქნებით ძალიან სერიოზული ზეწოლების გარეშე, თუმცა ჩვენი ხელისუფლება, ისე როგორც წინა ხელისუფლება, აბსოლუტურად არაადეკვატურია იმ პროცესების მიმართ, რომელიც მსოფლიოში მიდის. რა ხდება უკრაინაში და რა გეგმა არის გეგმა, რატომ დღეს, ხო? ძალიან კარგი კითხვა, იმიტომ რა ხდება უკრაინაში, მე ყველა დაინტერესებულ ქართველს უბრალოდ მოგზალებულად ვურჩევდი, რომ წაიკითხონ ცნობილი ამერიკული სამხედრო გამოცემები და მოუწმინონ ცნობილ ამერიკელ მიმომხილველებს, რომლებიც არ არიან სისტემის ნაწილი და თუ ამერიკის თქვათ სახელმწიფოებრივ შიდა კლასიკური ეპოქიდან მოყოლებულ კულტურას გავითვალისწინებთ, ცალკეული გადახრების გათვალისწინება არ გვინდა ეხლა. ამ ადამიანებს, რომლებიც ადრე ცენტრალური სადაზვერო სამმართველოს თავდაცვის სამინისტროს ან სხვა სპეცსამსახურების სერიოზული ანალიტიკოსები და ფუნქციონერები იყვნენ, მათ ახლაც ფუნქცია აკისრიათ, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს არის დაპირისპირებული მხარისთვის ინფორმაციის მიწოდება, წმინდა რომ იტყვიან დიპლომატიური არხებია, როცა სიგნალიზირება ხდება იმისა, რომ ყველაფერი ისე არ არის, რაც ოფიციალურ დონეზე. ანუ იმას, რასაც ვერ ამბობენ ოფიციალური პირები, ამბობენ ეს ადამიანები. მე ამ ცოტა ხნის წინ დავწერე ცნობილი ამერიკული გამოცემის მონაცემები, თუმცა ეს მონაცემები დღეს უკვე უამრავ გამოცემაშია დასავლეთში, მათ შორის ევროპულში დაბეჭდილი, კოლოსალური მსხვერპლია უკრაინისა, სერიოზული მსხვერპლია რუსებისა, თუმცა შედარება მაინც არ არის და უცებ გაჩნდა ტრამპის გეგმა, რომელიც გამოდის, რომ ქვეტექსტიდან ირკვევა, რომ ეს არის კირილ მედვედევის პუტინის
თანაშემწეა აი ამ საერთაშორისო ინვესტიციებზე ძალიან ჭკვიანი სხვათა შორის ამერიკაში გაზრდილი იქ მიღებული განათლება ამერიკელები ძალიან სერიოზულად არიან მის მიმართ განწყობილი და უიტკოფის ანუ იგივე ხელისუფლებების ნებართვით შედგენილი გეგმა თუმცა ამას ვერ დავარქმევთ გეგმას რომელშიც არის რუსეთის რაღაც ესე იგი განსაკუთრებული პირიქით ეს გეგმა როგორც ეხლა უკვე ირკვევა, თუმცა ჩემში სკეპსისი იმ წუთს გამოიწვია, იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ ამ 28 პუნქტიან გეგმაში ის მთავარი არ არის, რაც უზრუნველყოფდა უსაფრთხოებას მთელ ევრაზიის კონტინენტზე. კერძოდ ის, რომ ევროპის, რუსეთისა და აზიური ქვეყნების თუგნებად ჩინეთის უსაფრთხოება ერთი კონტექსტია, ერთი დიდი შეთანხმება უნდა იყოს და უკრაინის არ გაწევრიანება ნატოში და ნატოს ჯარის განლაგება რუსეთის საზღვარულ ქვეყნებში შეუზღუდავი რაოდენობით და იარაღით, ახლა გარკვეული შეზღუდვებია. დიდი არაფერი შეღავათია, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ყველა ხელშეკრულება ირღვევა და ჩვენ ახალი ფაქტის წინაშე დავდგებოდით. მეორე, ყველაზე უფრო რუსებისთვის, მოდი გავაკეთოთ ისე, რა არის ცუდი რუსებისთვის, მოდი ამ წუთში მე გადავიდეთ რა არის კარგი ამერიკელებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ მხარე არა ვარ, ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ გავანალიზებთ. აი რა არის ბენეფიტები და რა არის ზარალი. ვინ მეყვარს, ვინ არ მეყვარს, ჩემ საუბარში არასდროს ეს არ არის და არც დღეს არ იქნება. ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში უნდა გაყინულიყო ეს ხაზი, ანუ დარჩენილიყო ისე როგორც არის, რუსებს რაც აქვს დაკავებული დარჩებოდა ის, უკრაინელებს რაც აქვს, რაც ნიშნავს ეს ნიშნავს დროებით კონფლიქტის გადადებას, ხო სწორია? თუ კი დონეცკის ოლქიდან გავიდოდნენ უკრაინელები, ჯერ კიდევ დარჩა იქ კრემატორსკი და სლავიანსკი და პაკროვსკის დაცემის შემდეგ აღარაფერი აღარ დარჩება. კუპიანსკი ხარკოვის ოლქში აღებულია და ხარკოვამდე არანაირი ზღუდი არ არსებობს. ესე იგი, ანუ ხარკოვიც არის უკვე საფრთხის ქვეშ მათ მხრივ. დნეპროპეტროვსკი იქ სერიოზული და სუმის ოლქები ყველგან უნდა გასულიყო რუსები. არა და ტრამპის გათვლა აბსოლუტურად სწორი იყო, თუმცა ევროპაში ერთი საშინელი რეაქცია გამოიწვია. მე იმავე დღის წავიკითხე ევროპული გამოცემები და გითხრათ სიმართლე არაფერი არ გამკვირვებია, იმიტომ რომ ევროპას უნდა ომი, ის ემზადება ომისთვის, მაგრამ შეერთებული შტატების ჩართვა რა კი ვერ შეძლო, ვერ ჩაითრია ამ დაპირისპირებაში, შეერთებულმა შტატებმა თავისი ნაბიჯი გადადგეს. მე არაერთხელ ძალიან ხისტ ფორმებით ვამბობ, რომ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ევროკავშირი არაფერს არ წარმოადგენს, არც ნატო არაფერს არ წარმოადგენს. წარმოადგენს შეერთებული შტატები. ამიტომ შეერთებული შტატების გარეშე არც ნატოა რაიმე სერიოზული ძალა და ევროკავშირი მით უმეტეს საერთოდ პარტნიორი ქვეყანა არც კი დაელაპარაკა და არც კი ჩააყენა საქმის კურსში ევროპა, რომ ასეთი მოლაპარაკების მით უმეტეს რომ ამ ხელშეკრულებაში წერია მუხლები, აი მაგალითად ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივა, ბაზარზე წვდომა, თანხები რაც უნდა გადაიხადოს მსოფლიო ლიდერები, ანუ ვალდებულებები წერია რა უნდა იყოს ევროკავშირის და ისე ჩაწერეს ამერიკელებმა ეს ვალდებულებები რომ არ შეუტანხმეს თვითონ ევროპას. თავარი მომენტი კიდე რა არის გარდა ამისა, რეპარაციები 100 მილიარდი რუსეთის ფული უნდა წავიდეს უკრაინაში, აქედან მოგება რაც იქნება 50% შეერთებული შტატები წაიღებს და დანარჩენი 200 მილიარდი რუსეთ-ამერიკული ერთობლივი პროექტები უნდა დაფინანსდეს. თავარი რა არის, რატომ გააკეთეს ამერიკელებმა ეს ყველაფერი, თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ რუსები ამაზე თანხმობას მისცემდნენ და არც მისცეს კიდევაც. საქმე ის არის, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტს როგორც ირკვევა, დაუდეს სრული სურათი იმისა, რაც უკრაინაში ხდება. ნახეთ, გუშინ რა განაცხადა კიევში უიტკოფმა, მან თქვა, რომ გარდაუვალი
მარცხის წინაშე დგას უკრაინა. პირდაპირ ეუბნება უკრაინელებს. ან ახლა მოაწერეთ ხელი, თუმცა მოაწერენ თუ არა ამას რუსები ხელს, კიდე კითხვის ნიშანია, იმიტომ თუმცა რომ დადებითი სიგნალები იყო, მაგრამ ხო. დადებითი სიგნალები ყოველთვის იყო, იმიტომ რომ რუსები ევროკავშირში გაწევრიანების არც 2022 წლამდე არ იყვნენ წინააღმდეგი. თავის მოტეხვა თუ გვინდა გაწევრიანდი ამ ევროკავშირში, რა პრობლემაა? მთავარი იყო ნატო და ჯარი. ეს არის უსაფრთხოების თემა. საქართველოს მიმართებაში ზუსტად იგივე შეზღუდვა გეოპოლიტიკური არის აქ ნატოსა და შეერაღების არსებობასთან დაკავშირებით, თორე თუ კისრის მოტეხა გინდა, კი ბატონო, ევროკავშირი. თუმცა ევროკავშირში გაწევრიანებაც ხო ეს ისეთი აღმოსავლეთ ევროპაში, კი არა კონტინენტურ ევროპაში ავსტრიას თუ არ ჩავთვლით, არ არის პრეცედენტი, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, ისე რომ არ იყოს ნატოს წევრი. ანუ ეკონომიკური ზონა სანამ შევა, ჯერ სამხედრო ინფრასტრუქტურა შედის. თუ კი ადრე ნატო და ევროკავშირი გაირჩეოდა, დღეს შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ნატო და ევროკავშირი ეს ერთი და იგივეა. კი ბატონო, და ანუ იქ თუ გიკრძალავენ, გამოდის რომ მეორე განაცვლელი რა თქმა უნდა, ამიტომ ეს უფრო რიტორიკული მუხლია, მაგრამ ამერიკელებმა შესანიშნავად იციან და ტრამპს ეს ზუსტად უთხრეს, რომ უკრაინა ასე ნელ-ნელა მე ავხსნი რატომ ნელ-ნელა და რატომ ვერ დაიპყრო ჭყალებში უკრაინა ამდენი ხანი. ნელ-ნელა საერთოდ დაიკარგებოდა დასავლური პოზიცია. ამ ამერიკელების ცდილობა იყო ეხლა როგორმე უკრაინიდან დაეტოვებინათ ზონა, სადაც მათ გავლენის სფერო ექნებოდათ. გარდაუვალი იმიტომ რომ იქ სადაც რუსები არიან, იქედან ისინი ფეხს არ მოიცვლიან. არ არსებობს ვარიანტი, რომ ვინმე ჩაერიოს ამ კონფლიქტში. აქ თავარი პრობლემა იყო, რომ შეერთებული შტატები არ ჩაერეულიყო და ის გარანტირებულად არ ჩაერევა. მაგრამ ევროპა თუ ჩაერევა, მე არაერთხელ მაქვს გახსნილი, არა იმის გამო, რომ ვიღაც კარგია, ვიღაც ცუდია, გამორიცხულია ევროპის პოტენციალი, მისი დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა, მისი სამხედრო კომპლექსის მდგომარეობა და ასე შემდეგ, ნატო ამერიკის გარეშე ეს არის ძალა, რომელიც არ წარმოადგენს თანაბარ ზომად ძალასაც კი, თუმცა ომის შემთხვევაში რუსებს სერიოზული ზიანი თავისთავად ცხადია, თუმცა ეს ხანგრძლივი დიდი ომი ვერ იქნება, იმიტომ რომ დღევანდელი შეიარაღება, სტრატეგიული შეიარაღება მაგ მხედველობაში იმდენად წინა ევროპულ შეიარაღებასთან შედარებით, რომ თავსებადიც კი არ არის. ამიტომ აქ თავარი ის არის, რაზე წავლენ ევროპელები. სამი ვაი ლიდერი ევროპის მთავარი ქვეყნებისა. და ასეც იყო ცნობილ ევროპულ გამოცემაში ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე უარესი ლიდერები. ეს არის რა თქმა უნდა სტარმერი ბრიტანეთში, რა თქმა უნდა მერცი გერმანიაში და რა თქმა უნდა მაკრონი საფრანგეთში, იმიტომ რომ ისინი აბსოლუტურად არასახელმწიფოებრივი აზროვნების მქონე ხალხია, რომელმაც თავიანთ ქვეყანას უზარმაზარი ზიანი მოუტანეს. მათი ავტორიტეტი თითქმის განულებულია. ამიტომ წავლენ თუ არა ეს ქვეყნები დაპირისპირებაზე რუსეთთან, არა და ამაზე არიან ორიენტირებული, იმიტომ ატეხეს ერთი ამბავი, რომ აი ეს არ უნდა გაკეთდეს, ბანდიტი, როგორც იწერებოდა ევროპულ პრესაში, ბანდიტი ტრამპი და მისი ბანდა მოვაცილოთ, ესე იგი, ჩამოვაშოროთ, ესე იგი, პროცესებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამერიკელები გარანტირებულად რა კი უკვე ჩამოყალიბებულია, რომ ამერიკა არ პირიქით რაღაც არის შეთანხმება, ნახეთ უიტკოფმა გამოაქვეყნა ერთი პოსტი, რომელიც მალევე წაშალა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით არსებობს საიდუმლო გეგმა. მაგრამ უცებვე აიღო ეს ყველაფერი. ცუდი საქციელია, როდესაც შენ ხელისუფლებაში სისტემის ნაწილი ხარ და სერიოზული პრობლემის წარმომადგენელი ხარ, შენ არა გაქვს უფლება ასეთი, რო იტყვიან შეუთანხმებლად გამოაქვეყნო ისეთი რამეები, იმიტომ არ არის ეს მიღებული არც ერთ პრაქტიკაში. თავარი, რასაც მე ვატყობ, ის არის, რომ ამერიკელები რუსეთთან არ წყვეტენ ურთიერთობას, არსებობს
არხები და უკრაინის შემდეგ ამერიკის მთავარი საზრუნავი იქნება არქტიკა და მე ვფიქრობ რომ რუსებთან ერთად დალაგებულია რუსების წინადადება იყო რომ არქტიკაშიც და რუსეთშიც არსებულ დიდ სიმდიდრეებზე მარტო მოძიებული სიმდიდრე რუსეთში არის 84 ტრილიონი დოლარის და ამაზე მეტი არის რაც ნახდათ არის ცნობილი რომ არქტიკაში არის ამიტომ რუსები თავად 80%-ს ასევე აკონტროლებს რამდენიც ვიცი რუსეთს აქვს საკუთარ ტერიტორიაზე თავიდან მოდი ბაზა აქვს ამიტომ საკმაოდ ჩამორჩენილია შეერთებული შტატებიც ამ არქტიკასთან დაკავშირებით დაპირისპირების საგანი იქნება რა თქმა უნდა აქ ჩინეთის ინტერესებიც არის მაგრამ ამ ურთიერთობაში როდესაც გამოჩნდა რომ უკრაინამ თავისი ფუნქცია ამოწურა რომ მისი მეშვეობით ვერ მოხდა რუსეთის დამარცხება არა მარტო ვერ მოხდა დღეს უკვე დასავლეთში იმის გაგებაც მოვიდა რომ რატომ ფორსირებულად არ აიღო თქვათ რა 600-700 კი არ შეიყვანდა დიდ მობილიზაციას გამოაცხადებდა ჩვეულებრივ ომს გამოაცხადებდა და გასაგებია და რომ პლუს ტექნოლოგიური უპირატესობა იმ ეს ხშირად არის ხოლმე განხილვის საგანი რომ ეს არ არის ტექნოლოგიების ომი ეს არის რესურსების ომი იმიტომ რომ რუსეთს აშკარად ფლობს ხო რუსული შეიარაღება ისეთი სახის ტექნოლოგიებს მარტივად აი ისა ერთხელ რო გაისროლა არიშკინი თუ რაც არის მაგისნაირი კიდე ბევრი აქვს დარწმუნებული არის საქმე იცით ტექნოლოგიური დაპირისპირება ერთი მხრივ ის არის რომ შეკავება გაწონასწორებისთვის ამის გარეშე არაფერი არ გამოვა შესაკავებელია აქვთ ერთმანეთი რუსეთსა და შეერთებულ შტატებს ჩინეთი ჯერჯერობით ამ ორი ქვეყნის სამხედრო პოტენციალამდე არ არის მაგრამ როგორც ძალიან სერიოზული ანალიტიკოსები ამბობენ დაახლოებით 5 წელი ჭირდება კიდევ ჩინეთს რომ ის შეძლოს რომ უკვე თანაბარ ზომადი სამხედრო ძალა იქცეს ამერიკელებსა და რუსებს შორის დაპირისპირება არა ტერიტორიებისთვის არის უკრაინაში ბრძოლა ტერიტორიისთვის ნამდვილად არ არის აქ გაცილებით დიდ რამეზეა საუბარი ეს არის სისტემური დაპირისპირება ვიცი შეხედულებათა სისტემა ვიცი ცხოვრების წესი ვიცი საერთაშორისო პოლიტიკური მსოფლმხედველობა უმჯობესია დღევანდელთან დაკავშირებით რუსებმა ფორსირება არ მოახდინეს უკრაინისა თავიდან თუ გახსოვთ ისინი ფაქტიურად მე როცა ეს პირველ დღეს მოხდა მეორე დღესაც იგივე იყო შევიდნენ ყოველგვარი დაცვის გარეშე კიევის მისადგომებთან იყო უკვე ხომ დიახ სამ დღეში უკვე კიევთან იყოს მაგრამ მე ცნობილ ქართველ გენერალს დაურეკე და მე ვუთხარი რომ ნუ თუ შეიძლება რომ სახელმწიფო მიიღოს ამხელა გენერალური შტაბია პრეზიდენტია ის რომ ყოველგვარი ავიაციის მხარდაჭერის გარეშე ხარკოვისკენ წავიდნენ პირდაპირ რუსები რომ შევიდნენ და სერიოზული მსხვერპლი ჰქონდათ პირველად რისი იმედი მან მითხრა რომ ეს შეცდომები უფრო ჩანს სამხედრო ტიპის შეცდომას მე ვთქვი რომ მე ვერ წარმოვიდგინე მე არა ვარ სამხედრო არა ვარ პროფესიონალი თქვათ იმ სამხედრო მეთოდების მცოდნე მაგრამ ჩემი ანალიზი მეუბნებოდა იმას როგორ გაწაწადი რა წინააღმდეგობა ნუ თუ დაუშვირო ნული გექნება ხო მაგრამ თავარი რა იყო უცებე მოხდა შეთანხმება მოლაპარაკებაზე და სტამბოლში იცით თქვენ რა შეთანხმებაც იქნა შემდეგაც გაიყვანა რუსეთმა ფაქტობრივად ეს იყო მთავარი მიზეზი რის გამოც რუსები ასე მოიქცნენ შევიდნენ იმ იმედით იმ ხალხით რითაც რუსეთი იყო განლაგებული საზღვარზე და შევიდა უკრაინის აღება უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელი იმიტომ რომ უზარმაზარი ქვეყანა მე 4-ვე მხრივ უკრაინა გავლილი მაქვს ყველანაირად და მაშინ რა მოხდა მოხდა ის რომ მას უნდოდა პოლიტიკური შეთანხმება ნეიტრალიტეტი ნატოს არ გაფართოება ეს პოლიტიკური წარმატება იქნებოდა რუსეთისა და დასავლეთმა ევროპამ არ დაუშვა ეს რომ ეს წარმატება მიიღო ამის შემდეგ რატომ მიდის ნელი აი თვეები გადის იმიტომ რომ საკმარისია რუსები ეს უკვე ამერიკელებმაც გაანალიზეს ეს ზუსტად საკმარისია რუსებმა ფორსირება მოახდინონ შეტევა რომ ეს გამოიწვევს ევროპის მობილიზაციას ამგეთ ხო
გატყდება ის, რომ აი ამ უკრაინის მერე იქნება ევროპული ქვეყნები და ასე შემდეგ, შეტევა, ეს ფორსირება რას ნიშნავს? ფართო ფრონტით რასაც უზარმაზარი რესურსი იქირდება და მე ხო ამ რესურსის გაბნევა რესურსის პრობლემა დათვალეს ამერიკელებმა თქვენ რა 2 მილიონი არმიით რომ მობილიზაციის შემდეგ შესულიყო უკრაინაში რა იქნებოდა კრახი ხო ვერავინ ვერ ჩაერევოდა იმიტომ რომ რესურსი ამერიკელების გარდა ჩარევისა არავის არ აქვს ესე იგი არ გააღიზიანეს არავინ ნელ-ნელა ასე გადამუშავების რეჟიმია კოლოსალური მსხვერპლია დაჭრილები კიდევ უფრო მეტი და დასახიჩრებული და ასე ნელ-ნელა მეთოდურად მიიწევს წინ და საბოლოო ჯამში მე ვხედავ რომ ამ ამერიკული ინიციატივიდან ბევრი არაფერი გამოვა ყოველ შემთხვევაში უკრაინელებმა 9 პუნქტი გადაწერეს გასაგებია რომ 28-დან 9 პუნქტის გადაწერა თავისთავად თუ რაიმე შეთანხმება იყო იმას არ ღვევს ხო სწორია და ამიტომ არაფერი არ გამოვა მაგრამ რუსები წავლენ ნელ-ნელა ყოველგვარი ზედმეტი აჩქარების გარეშე როგორც ამერიკელებიც ვარაუდობენ რუსებს აწყობთ ერთადერთი რამ უკრაინის კაპიტულაცია. სხვა რამეზე არ დათანხმდება. არ დათანხმდება. ვერავინ ვერ თუ ჩაერევა ხას უსვამ. მე მინდა მსმენელს რომელიც შეიძლება კრიტიკული იყოს რაღაც თავისი სიმპათიები ჰქონდეთ როცა ჩვენ გეოპოლიტიკაზე ვლაპარაკობთ და რუსეთზე ამერიკაზე ვლაპარაკობთ აქ ჩვენი სიმპათიები ჩვენი გადასაწყვეტი რა იყო შეიძლება მე სხვანაირად გვემოქმედა სხვანაირად ველაპარაკო ეს არის მიასე ხარისხოვანი მე ვცდილობ შეიძლება ეს ბევრისთვის უსიამოვნოა მე ზოგჯერ ვადევნებ ხანდახან კომენტარებს სიგიჟემდე მიდიან რა არის და ნუ ეგ საერთოდ ცალკე ხო მაგრამ ეს ცალკე პრობლემა არის და ამიტომ თუ მე არ მინდა ეს რამე წავიკითხო მე არ უნდა მოდიოდე გადაცემებში არ უნდა მივყავდეს ჩემი გადაცემები მაგრამ მე ჩემი თავის პასუხისგებლობა ვიცი ამიტომ მე ვცდილობ გონიერი ხალხისთვის ის ინფორმაცია დავდო რომელსაც თქვენ უნდა ნახოთ ხოლმე ბატონო დემურ თქვენ კი მაინც აი თქვენს პირობითად თქვენ რასაც საუბრობს ეს გაიგოს ადამიანმა არასწორად მაგაზე გამოხდი მე უნდა ნახოთ ხოლმე რა დღეში ვარ ჩემი რესპონდენტი თუ რაღაცა მიუღებელ სიტყვის მე მლაძღავე ხოლმე ეხლა ეგ კატეგორია ხალხის არსებობს და რა გვაქვს ფუნქცია არავინ არ გვავა არც თქვენ გავალდებულებს ვინმე აქ იყო და არც მე მავალდებულებს მით უმეტეს ჩემს უკან არც პარტია არის ჩვენ უბრალოდ იცით რამდენიმე ადამიანმა ინიციატივა გაუკეთეთ არაპარტიულ ქართველთა დიდ გაერთიანებას და ამაში ვხედავთ იმ პერსპექტივას რომელმაც აი მეორე საკითხი და სხვა უამრავი რამ უნდა აი სანამ გადავალთ ეს მეორე საკითხი და ესე იგი დავასრულებ ამ თემას ესე იგი ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ მშვიდობამდე ჯერ კიდევ საკმაო დრო არის ყოველ შემთხვევაში საუკეთესო პერსპექტივის გათვალისწინებით მინიმუმ 1 წელი არაფერი არ დასრულდება როგორც ჩანს ვერ დასრულდება ტექნიკური მიზეზების გამო, იმიტომ რომ ფორსირება არ მოხდება არაფრისა და მე მაინც ვფიქრობ, რომ ამერიკელები და რუსები ევროპის აზრს არანაირი მნიშვნელობა არ ხას უსვა მე მესმის შინ მიმავალი ხალხის განწყობები როგორ ბრუნდებიან ევროპაში ეს ცალკე საკითხია თემა მაგრამ კიდე გეუბნებით არაერთი წელია მე ვსაუბრობ რომ ევროპა არის პოლიტიკურად არარაობა ამ ხელშეკრულებამ ევროპის ტერიტორიაზე კონფლიქტმა ევროკავშირის ყველა ქვეყნის იგნორირებით დაიწყო მოქმედება, რა გამოვაძნელია დღეს ამის თქვა, მაგრამ ევროპის აზრი არავის არ აინტერესებს. ევროპა მთელ მსოფლიოში არის პოლიტიკური დაცინვის კი ბატონო. თანამედროვე სამყაროში როგორც ჩანს აი სამი ძალის ცენტრი არის გამოკვეთილი და სხვა შორის აი რა არის ისიც საინტერესო ბატონ დემურ როდესაც ეს შეთანხმება გამოქვეყნდა ატყდა ამ თემაზე ამბავი ასევე დაიწერა რომ მაშინვე შედგა საუბარი სი ძინპინს და დონალდ ტრამპს შორის და ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანმა ტერმინმა პირველად გაიჟღერა ესე ოფიციალურ დონეზე თორე მაგის ლაპარაკის მე ჩვენ არაფერს ვაკეთებ სტუდიაში მაგრამ აი ოფიციალურად
სი ძინპინის მხრიდან იყო ასეთი ტერმინი გამოყენებული ომის შემდგომი წესრიგი. ომის შემდგომ წესრიგში თქვა რომ აუცილებელი საკვანძო უნდა იყოს ტაივანის შეერთება ჩინეთთან, ეს საკითხი დააყენა. მე დამჩა შთაბეჭდილება რომ ხომ არ გვაქვს ასეთ მოცემულობასთან საქმე. ჩვენ ვიცით რომ სამხრეთ ამერიკაში ვენესუელაში ამერიკას სერიოზული ინტერესები აქვს და ხომ არ არის ასე ვთქვათ ასეთი ტიპის შეთანხმებაზე საუბარი რომ აი რუსეთი წაიღებს უკრაინას, ამაგეროდ არ შეუშლის ხელს ამერიკის შეერთებულ შტატებს ვენესუელის აღებაში და ტაივანი დარჩება ჩინეთს. გამორიცხულია. ტაივანი ჩინეთია, კიდე გეუბნებით. ეხლა აქ პოლიტიკური რაღაც მოსაზრებების გამო დასავლეთი ეწინააღმდეგება, მაგრამ ტაივანი ჩინეთია. ამას არ უნდა ისე როგორც ჰონკონგი იყო ჩინეთი და ბოლო-ბოლო დაბრუნდა, ტაივანიც ასევე დაბრუნდება, მაგრამ განსაკუთრებით საინტერესოა გუშინდელი სტატია ჩინეთის მთავარ გამოცემაში, სადაც პირდაპირ წერია. ჩინეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთი, იმიტომ რომ ის არის შემაკავებელი აღმოსავლეთით ნატოს. ნატო რა არის? ნატო არის შეერთებული შტატების ინსტრუმენტი თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების გასატარებლად. ხო სწორია? საკმარისია დამარცხდეს რუსეთი და მაშინ ჩინეთი აღმოჩნდება მტრების გარემოცვაში. ეხლა უზარმაზარი კულტურის მქონე ჩინეთმა იმდენი თუ არ იცის რომ რუსეთის დამარცხების მერე მისი დღე დიდი დღე აღარ უწერია და ოპიუმის ომების შემდეგ 100 წელი დაჩოქილი ჩინეთი კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში რომ აღმოჩნდება. ამიტომ აი ეს ინტერესები მომძლავრებული სხვა სამყარო გარდა დასავლეთისა და ამ დროს დაკნინებული საკმაოდ დასავლეთი მათ შორის სერიოზული პრობლემებია თვითონ შეერთებულ შტატებში წმინდა იდეოლოგიური დაპირისპირების თვალსაზრისით, ამიტომ ვერ ხდება იმით ჩამოყალიბება ჯერჯერობით როგორც ჩანს ამერიკაშიც ვერ დაძლის ნეოკონსერვატორები, რომლებიც უკვე რეიგანის შემდეგ ფაქტობრივად განაგებენ ამერიკის საგარეო პოლიტიკას და ტრამპი ვერ ერევა მათ პირდაპირ მოდით ასე ვთქვათ, ეს საკმაოდ აგრესიული, ძალიან სერიოზული ნეოტროცკისტული ბლოკია, იმიტომ რომ ნეოკონსერვატორების ყველა დამფუძნებელი, მათ შორის ძალიან მაგარი ინტელექტუალი ირვინ კრისტოლი და ასე შემდეგ, ყველანი თავისი წამსით იყვნენ აი მამალი ტროცკისტები. შეხედულებათა იმ სისტემის, აი გლობალისტური ისინი რაც არის, ამიტომ არ გამოდის, თორე უკრაინაში არც ომი იქნებოდა და მისი შეწყვეტა ერთ დღეში შეიძლება. თუ საუბარი იქნება რუსეთს ვერ მიეცემა გარანტია მარტო ევროპას გარანტია თუ რეკნა უკრაინას შეერთებულ შტატებს დღეს შეიძლება შეერთებულ შტატებს არაფერი ემუქრება, მაგრამ თანამედროვე იარაღი უკვე შეერთებულ შტატებს უკარგავს იმ უპირატესობას, თუ გნებავთ აიღეთ გამოცდილი ბურევესნიკი, რომელსაც შეუძლიათ 15 საათი ატომური ბომბი ატაროს ჰაერში და იმოძრაოს ბგერის სიჩქარით და სადაც ეთყვიან იქ დაეცემა, ხო? ამიტომ ამერიკელები შესანიშნავად გრძნობენ იმას, რომ ის უპირატესობა არ გააჩნიათ, რაც შეეხება კონვენციურ შეიარაღებას, რა თქმა უნდა, კონვენციური ომები ახლა ნაკლებად სავარაუდოა, იმიტომ რომ ვერავინ ვერ დაუშვებს იმ ტიპის ომს, როგორც მეორე მსოფლიო ომი იყო, რომელსაც კოლოსალური ნგრევა მოყვა, ახლა ყველაფერი ძალიან სწრაფად დასრულდება. ამიტომ ამერიკელებს რომ ქონდეთ უპირატესობა, ისინი უკვე რუსებს გაასწორებდნენ მიწასთან, არ გამოვიდა ეს ყველაფერი. პირიქით დასავლეთის შეცდომებმა ერთად დააყენა სამი სახელმწიფო, სამი უზარმაზარი კულტურა, მოდი ასე ვთქვათ, ჩინეთი, ინდოეთი და რუსეთი და ამ კვანძის გახსნა და მათი დაპირისპირება პრაქტიკულად ნულის ტოლია. ეს ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოისვა დანა თვითონვე. თავისთავად ცხადია. ალბათ ამერიკის ჰეგემონიას თუ რამე თეორიულად შეიძლება დაემუქროს, ეს არის სწორედ ჩინეთ-რუსეთის და პლუს კიდე ინდოეთის
კავშირი ყველას მოერევიან ერთადერთი მებრძოლი ვინც არის და იბრძოლებს, ხო გეტყვით რამხელა ამბიცია ხო, მესამე რომი და ეს ყველაფერი ხო, თორე რუსები რომ ამერიკულ წინადადებას დათანხმებოდნენ, ამერიკელები ძალიან მარტივად ეუბნებოდნენ რუსებს, იყავით number 2, ნომერი 2. ჩვენ ვიქნებით ნომერი პირველი. მიგვიშვით თქვენ სიმდიდრეებთან, თქვენ სიმდიდრეში ცხოვრებთ, ჩვენ სიმდიდრეში. გასაგებია, რაც ნიშნავს ეს. ეს არის მაშინ იმ შეხედულებათა სისტემამ, რომელიც კარგია, ცუდი არ ვაფასებ, რუსეთში არსებობს, კრახი უნდა განიცადოს, მაშინ შენ ხარ დაქვემდებარებული მარიონეტული სახელმწიფო, ქართველები რატომღაც დათანხმდნენ მარიონეტულ ყოფას, რაც აბსოლუტურად ქართულ ღირსებას ქართულ ისტორიას წარსულს არ შეფერება, მაგრამ ამ საშინელმა წნეხმა ჯერ ერთი ამ პიროვნების დაკარგვამ, რაც ტოტალიტარულმა რეჟიმმა გააკეთა, ხო? რა იყო იქ ყველაზე დიდი ტრაგედია ქართველის ინფანტილიზაცია, ხო? გააბავშვეს კაცები. და არასერიოზული დამოკიდებულება ძალიან სერიოზული საკითხების და ეს ბელადომანია დღესაც არ არის დაძლეული და დღევანდელი ბელადომანიის შემყურე შეიძლება ჩვენ საქართველოს დავკარგოთ. ბატონო, რა თქვენ თქვით რომ უკვე საშინაო საქმეებზე. საშინაო საქმეებზე თან მით უმეტეს, ოღონდ აი ეს უკრაინის კონტექსტიც რომ არ დავკარგოთ. საუბარი არის ნატოს საკითხზე, ხო, ალბათ უმთავრესი საკითხი, ეს არის ნატოს გაფართოების საკითხი და ამბობენ რომ ეს უნდა ჩაიწეროს, მათ შორის ნატოს წესდებაში ჩაიწერება, რომ ეს აღარ გაფართოვდება აღმოსავლეთით. თქვენ საუბრობდით, რომ აი საქართველოს ხელისუფლება ამ გამოწვევების წინაშეც არისო არაადეკვატური და სრულად ვიზიარებ ამ მიდგომას და ამისი ნათელი მაგალითია მაგალითად 78 მუხლი, ხო, რა სასაცილო. მე ვფიქრობ, რომ აი თუ ეს შეთანხმება დაიდო მართლაც და ამ ფორმით დაიდო, სერიოზული პრობლემა გახდება შემდეგ ჩვენი კონსტიტუციის ეს ჩანაწერი, იმიტომ რომ ალბათ არ იქნება სწორი ვიფიქროთ, რომ ხა უკრაინაში თუ შეთანხმდნენ, უკრაინის საკითხი მოაგვარეს და იქ ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს, სამხრეთ კავკასიას მოიტოვებენ საბრძოლველად არა, ალბათ ყველაფერზე, მათ შორის ჩვენზე შეთანხმდებიან. აი ახლა თქვენ ისეთ თემას შეეხეთ, რომელიც მოდი მე მიკიბულ-მოკიბული არ რჩევია, უნდა ვთქვათ, რომ 94 წლის მერე საქართველოში გამოიზარდა ის მეხუთე კოლონა, რომელიც აპროტესტებს იმას, რაც ქვეყნის მომავალთან არ არის დაკავშირებული. მე რუსთაველის პროტესტებს გულისხმობ. არც ერთს არასდროს არ გაუპროტესტებია არაფორმალური მმართველობა, რომელიც ქართულ სახელმწიფოს ანგრევს. არც ერთხელ არ გაპროტესტებულა დემოგრაფია, რომელიც საქართველოს უბრალოდ ანადგურებს. არანაირი ორიენტაცია აღებულია გეოპოლიტიკური შეზღუდვების გათვალისწინების გარეშე. შენ გინდა ეს ერთია, რამდენად შესაძლებელია ეს. იმიტომ რომ შენ თუ გინდა შენი უსაფრთხოების ოპტიმიზაცია, შენ შეუზღუდავი ოპტიმიზაცია კი არა გაქვს შენ, შეზღუდული ოპტიმიზაცია გაქვს. შენ გაქვს გარკვეული ისეთი მომენტები, რომელიც შენზე არ არის დამოკიდებული, არამედ დამოკიდებულია სხვა შეხედულებათა სისტემაზე. ამიტომ ის რომ ხელისუფლება კარგად აფინანსებს ამ პროტესტებს, ის რომ კარგად არის ორგანიზებული ყველაფერი, ეს ცალკე თემა, ჩვენ არ გვაინტერესებს ეს ხალხი, ჩვენ გვაინტერესებს ქართული სახელმწიფო, ეს საოცარი კულტურა, ეს საოცარი ენა და ხალხი, რომელიც გადარჩენილია, თუმცა ის, რასაც გვია ღირსეული ქართველი, უსაშველოდ შევიწროებულია, დამცირებულია, ამდენი წელია, გაღარიბებულია და ჩვენ გვინდა რომ ამ ხალხს ჩავბეროთ სული, იმიტომ რომ თუ ეს არ მოხდა, ჩვენ დავემშვიდობებით ამ ქვეყანას. ნახეთ, ხელისუფლებამ ზუსტად იგრძნო დღეს, რომ ქართველები ძლიერები არ არიან. ყოველ შემთხვევაში ის ასე ფიქრობს. ამიტომ გადავიდა ღია პროცესზე, თან ამას ნიღბავს ძალიან კარგად, დაარქვა არაბული ინვესტიცია. ხაზს უსვამ, მე მაქვს უმაღლესი დონის, დიდი ბოდიში ამას ტრაბახით არ მაქვს, უმაღლესი დონის მონოგრაფიული ტიპის სახელმძღვანელო და მონოგრაფია დაწერილი, რომელიც ამერიკაში წაღებულია, სადაც დეტალურად სუპერთანამედროვე დონეზე ახსნილია, თუ რატომ არის ერთი ქვეყანა მდიდარი, რატომ არის მეორე.
მათემატიკურად ძალიან არის სწავლება საქართველოში დავჯექი და დავწერე ეს ყველაფერი. არაბული ინვესტიციით ან ევროპული ინვესტიციით ქვეყნის ეკონომიკა არ ვითარდება. ეს იმდენად ამბანური რამეა, ამიტომ როდესაც აბსოლუტურად პროფანი ადამიანები მიმტკიცებენ იმას, რომ თან მე არ მიწვევენ სასაუბროდ. თუმცა ყველა მათგანს ვიცნობ, ჩემგვარებს ახსენებენ, მე მათ არ ვახსენებ, იმიტომ რომ ჩემთვის ის ხალხი არ არსებობს. ჩემთვის არსებობს ეს ქვეყანა, არ არსებობს მსოფლიოში ერთი ქვეყანა, რომელიც სხვისი მეშვეობით დამდგარიყო ფეხზე. პროფესიული უვიცობის ბრალია ის, რომ მარშალის გეგმას მიაწერენ ევროპის ფეხზე დადგომას ომის შემდეგ, რაც ტყუილია პროფესიული თვალსაზრისით, მარშალის გეგმის წვლილი არის 10-15%-ის ფარგლებში და არავითარ შემთხვევაში მეტი. დანარჩენი არის ადენაუერ გერმანიის სასწაული, ერჰარდის და მთელი ამ გუნდის უზარმაზარი პლუს 12 მილიონი გერმანელი, რომელიც ომის შემდეგ ჩავიდა გერმანიაში, მათ ცხოვრება უნდათ, შრომა უნდათ. საკუთარი რესურსებით, შიგა ფაქტორების ხარჯზე ვითარდება ეკონომიკა და არა სხვის მიერ მოცემული ინვესტიციიდან. ეს ინვესტიცია ჭყალებში მიწა გაიყიდა უსირცხვილოდ, დანაშაულებრივად და ღიად ვიტყვი, ჩემი ჭყალებში ლანძღვა ამ ხალხის მიერ იქ ვიღაც ქალბატონია, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ და პარლამენტში ვიყურებ. ამ ცხრაფალოს გადამხტარი ხალხის რომ მე მაკავებდეს მათი შეფასებები, მე ჩემი ქვეყნისთვის ამას კი არ გავაკეთებდი, რაც გამიკეთებია და რასაც გავაკეთებ კიდე, ხო? მე არ მაინტერესებს მათი შეხედულება. არ ხდება ეს არის ტოტალური ტყუილი. მეორე გუშინ მე დავდე მსოფლიო ბანკის მონაცემები, ეხლა ეს არის უმდიდრესი ორგანიზაცია მსოფლიოში ფინანსური თვალსაზრისით. ეს არის უმაღლესი დონის სპეციალისტებით დაკომპლექტებული, იმიტომ რომ გლობალური მიზნები ჰქონდა მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის შექმნას. მე ორივე მთავარ ოფისში ვარ ნამყოფი და ძალიან მძიმე საუბრები მქონდა, იქ წმინდა პროფესიული და ფაქტიურად ვერ შემედავეს, ამას ბევრი მოწმე ყავს ჩვენი მხრიდან, ვინც ვიყავით ერთად და რა გამოდის 2024 წლის მონაცემები დადო მსოფლიო ბანკმა, თქვენ თუ გონიათ ის ქართველების ინფორმაციაზე აგებული ძალიან ცნებით. ხო სწორი? 3,600,000 რაღაც 1000 და დაგვიანებით გამოაქვეყნა წინასწარი შედეგები საქართველოს მთავრობამ და მიუთითა 2024 წელს 3,900 რაღაცა. ანუ 240,000-ზე ცოტა მეტი ადამიანი ზედმეტი უჩვენა. საქართველოს ოფიციალური სტატისტიკით უფრო მეტი კვდება ვიდრე იბადება ქართველი. მიგრაცია არის არანორმალური. ქართველი ხალის საქართველოს მოქალაქე ხალების საერთო რიცხვში ფეხმძიმე ხალების რიცხვი არის 28%. ამიტომ წმინდა დემოგრაფიულად კატასტროფა ვარ, რამ გაზარდა 240,000 კაცით 2024 წელს მაჩვენებელი მსოფლიო ბანკთან შედარებით. აქ არის ორი რამ. ან არის მიწერა, რა შეჭირდება მიწერა? ჭირდება იმ გაყალბების გაგრძელებისთვის, რაც არჩევნებზე ყალბდება და მეორე, მან გაზარდა მართლა მიგრაციის ხარჯზე მიგრაციის იმიგრაციის შემოსული ანუ შემოსული ხალხის ხარჯზე ის მონაცემები, რომელიც მე დავდე, მე არ დამიდევს ვიღაცა მახსენა
იმ ქალბატონმა რომ აი დაბერდაო მაგი და ადეკვატური არ არის. ერთი ეხლა მე ქუთაისში დაბადებული კაცი ვარ და ამიტომ შემიძლია ამას უთხრა ჩემი სიბერის შემოწმებაზე რა შეიძლება იყოს ხო და ჯერ რომელიც ასაკი მე მაქვს და უფროსი თაობის წარმომადგენელი ვარ, მაგრამ ჩემდენი მუშაობა თუ შეუძლია ახალგაზრდებს, მოდით ერთად ერთი კვირა ვიმუშაოთ და ნახავთ რა დღეში ჩავარდებით. ამიტომ რა რიცით მე ღმერთის წინაშე რასაც ვამბობ მართალი ვარ ჩემი ქვეყნის წინაშე და ჩემი გვერდით გომივით ადამიანის მე არაფერი არ მე არ მაინტერესებს ხელისუფლების მოსაზრება მე ვხედავ რას აკეთებს 13 წელი ხელისუფლება ბატონ დემურ აი რა არის ის საინტერესო თუ ვისაუბრებთ კონკრეტულად აი ამ პროექტზე რასაც უკავშირდება და საზოგადოების პროტესტი არის აი გამოსაყოფი ეს ორი მნიშვნელოვანი არგუმენტი ხო მე საერთოდ იმასაც ვიტყვი რომ ამ პროექტზე საუბრის დროს სამწუხაროდ მათ შორის იმ საზოგადოებაში რომლის აზრსაც მეც ვიზიარებ რომ არ არის ეს პროექტი განსახორციელებელი ხშირად არის ხოლმე ცოტა ნაკლებ კვალიფიციური არგუმენტები ჩემი აზრით რომ აი მხოლოდ ემოციურ ნაწილზე პედალირება ამ ემოციებზე ხალხი მაგრამ სად არის ჩვენ ემოციურად ლაპარაკობთ ამას გულისხმობ მე მინდა რომ ვისაუბროთ აი რეალურად რაციონალური არგუმენტები გამოყოთ არის ეკონომიკური ნაწილი არის დემოგრაფიული ნაწილი ხო აი ორივე რო შევაფასოთ კატასტროფა არის 100,000-ობით აქ მკვიდრი კი მაგრამ შენ რომ მცირდები ისინი გადიდებიან ხვალ შენს ადგილს ხო დაიყავებენ დავისწავლე ეს დემოგრაფიულად საქართველოს ხელისუფლებას 13 წელი მე არაფერს ვამბობ წინა ხელისუფლებაზე იმაზე უარესი არის დღევანდელი ხელისუფლება და არაფორმალური მმართველობა იმაზე გაცილებით უარესია რომ არ იყოს პასუხისმგებლობა დღეს ამაცია და ბუნებრივია რომ ამაზე უნდა ეხლა მოდით ნახოთ შემდეგი რაიმე დემოგრაფიულად თქვი შევთანხმდი და აქ უაზრობა აიღეთ კაცო სტატისტიკა მეტი კვდები ვიდრე იბადები 28% ხარ 10 წლის მერე რამდენი იქნები სხვა ესე იგი აკე მეორე ეკონომიკურ ხო იქნება ეკონომიკური არგუმენტია ისეთი რომ გადაწყვეტს მოდი ასე ვთქვათ რა ავითარებს ეკონომიკას ხო სწორია მოდი ვთქვათ და მე ვიფიქროთ ყოველგვარი მე ახლა წმინდა პროფესიულად საუბრობ ეკონომიკას ავითარებს ფაქტორები თუ ეს ფაქტორები არა გაქვს ჩვენ ვერ განვითარდები იმიტომ ინვესტიცია ფაქტორი არ არის ფაქტორი არის კაპიტალი ფაქტორი არის შრომა ფიზიკურად ვინც შეასრულოს მათ შორის ჩვეულებრივი შრომა რასაც გვიქვს და ადამიანური კაპიტალი რასაც ქვია, ანუ დაწინაურებული, მაღალი კვალიფიკაციის, მზარდი, ესე იგი ეს დონე უნდა იყოს, არ არის, ან უმნიშვნელოა. შემდეგ არის ცოდნა, ტექნოლოგიები და ასე შემდეგ. ეხლა მოდი ვიფიქროთ. არაბმა ვითომ ინვესტიცია ჩადო 6 მილიარდი და აშენებს ორ ქალაქს. ეხლა შევხედოთ რაც ნიშნავს ორი ქალაქის აშენება. დღევანდელი ტექნოლოგიების და ფულის პრობლემის არარსებობისას 3-4 წელიწადში ეს ქალაქები აშენდება. გასაგებია მშენებლობის პროცესში გამოყენებული იქნება ღორღი, რაღაც მუშახელი, იგიც შავი, იმიტომ რომ ტექნოლოგიები და ისინი მათ აქვს და სპეციალისტები მათ აქვს. შეიძლება შენი არქიტექტორების გამოიყენონ, შენი სამშენებლო ქვემოიჯარე რაღაც დასრულდება ეს ყველაფერი. ეხლა მე გეკითხებით კაპიტალი, შრომა, ადამიანური კაპიტალი, ტექნოლოგიები, ცოდნა ქალაქის აშენება რა ფაქტორებს განავითარებს? ხო, აი ეს საინტერესო კითხვა, მაგალითად, ხელისუფლების არგუმენტია, რომ 30,000 სამუშაოები შეიქმნებაო და 8,000 მუდმივია. ნახეთ, კი? სად იქნება რა სფეროში დასაქმება? აი ეს ხო არის საინტერესო. რა იქნება? ორ ქალაქს უნდა მომსახურება, რესტორნები, სასტუმროები, არაბებს ძალიან უყვართ ბორდელები და ქართული ჯგუფები არსებობს, რომელიც არაბი შეიხებისთვის და გოგონებს მათ შორის სამწუხაროდ ძალიან მუსირებს ეს აზრი და როგორც კიდე გეუბნებით, მე გეუბნებით ზუსტად ეს სერიოზული ბიზნესია, ხო?
ნაგავია გასატანი და ასეთ ის შემდეგ დიდარ არაბს კარგი 1000-მა კაცმა იყიდა ვთქვათ იქ ქართველმა ბინა 2000-მა იყიდა რა მერე რა შეცვლის ახლა მითხარით მომსახურების სფერო განვითარდება მომსახურების სფეროში იქნება რამდენიმე 1000 ადამიანი მაღალ ხელფასზე არაბი მოსახლეობის ზრდის ხარჯზე მომსახურების სფერო თუ იყო n რაოდენობის ლარი შემოსავალი n + დელტა n იქნება ხო სწორია რაღაც დაემატება მაგრამ ეს ფული მიზერია იმასთან შედარებით რაც ეკონომიკას ავითარებს ეკონომიკა რომ განვითარდეს ახლა მოდით რა კი არის სწავლება ეს ყველაფერი საქართველოში და ქართული ეკონომიკური აზროვნება არის ჭაობში ადამ სმიტის ჭაობში ზის რომ ბაზარი არეგულირებს ყველაფერს წიგნები აიღეთ კიდე გეუბნებით ძალიან უხეშად ვისაუბრებ იმისათვის რომ ქვეყანა განვითარდეს 30 წელი დაჭირდა ამერიკელებს გარკვეულიყვნენ რატომ არის ერთი ქვეყანა დიდარი მეორე ღარიბი ერთი ქვეყანა რატო ვითარდება რატომ მეორე არ ვითარდება საუკეთესო სპეციალისტები დააჯინეს ჯერ ეგონათ რომ კაპიტალზეა დამოკიდებული მე ეგონათ რომ აი ამ ტექნოლოგიების გაცვლაზეა და 1000 რამეზე არა ყველაფერი გამოვიდა ფუჭი 1000-ნაირი დამუშავებები კომპლექსური მეცნიერული ჯგუფი რა გამოვიდა იმისათვის რომ სახელმწიფო განვითარდეს და ხალხი საზოგადოება განვითარდეს თავარი არის როგორია საზოგადოებაში ცოდნის დონე და როგორ იზრდება წლიდან წლამდე ტემპი ცოდნის ზრდისა აქედან გამომდინარე შეადარეთ საქართველოს იმისათვის რომ ქვეყანა განვითარდეს მან ტრადიციული ეკონომიკის გვერდით უნდა კონდეს ის სექტორი რომელსაც ქვია ცოდნის წარმოება რას ნიშნავს ცოდნის წარმოება სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები საინჟინრო საკონსტრუქტორო გამოცდები და ასე შემდეგ ანუ ხალხი დაკავებული იმ სფეროში რომელიც ახალ ტექნოლოგიებს და ამას განათლება უნდა ამას ცოდნა უნდა ამას მეცნიერება უნდა ტექნიკური ბაზა ჭირდება ელემენტარულად ამას ჭირდება არა და ამისთვის საქართველოს ქართველი ახალგაზრდების გონება გახსნილობა რომ არა ეს განმანადგურებელი განათლება საუკეთესო საშუალება რა ფული უნდა წავიდეს ტრადიციულ ეკონომიკაში რა ფული უნდა წავიდეს ცოდნის ეკონომიკაში სადაც ცოდნა სამეცნიერო კვლევები ეს არის განვითარება შენ მეცნიერება მკვდარი გაქვს საცდელ საკონსტრუქტორო სამუშაოები და გამოცდები ამ ხრივ მკვდარია განათლება მოკალი შეგნებულად იმიტომ რომ ბოლონიის ის მახინჯის სისტემა რომელიც უკვე აშკარად იგრძნობა არაფერს არ აკეთებ აბა ამიხსენით მე მაინტერესებს პროფესიული საუბარი თუ ეკონომიკის განმავითარებელ ყველა მთავარ ფაქტორს აი დეტალებში რო არ წავიდე 5 მთავარი ფაქტორი ამიხსენით არაბმა რომ მიწა იყიდა ინვესტიცია არა მაგ ტყვილი გაუგორეთ სახლში თქვენ გამზრდელებს ქალაქს რო აშენებს და მე ეს ქალაქი ჩვენ ხო ცხოვრობთ სახლებში რაც ვიხდით კომუნალურ გადასახადს ხო კომუნალური გადასახადებით და ასე შემდეგ ეკონომიკის მთავარი ფაქტორები ანუ მამოძრავებელი განმავითარებელი როგორ უნდა განვითარდეს ამიტომ პროფესიული ესე იგი ინვესტიციაში კი არ არის ზოგადად პრობლემა ინვესტიციის მიზნობრიობაშია პრობლემა ანუ ვაკრო ვინმე შემოვიდეს და აშენოს მაგალითად წარმოება ინდუსტრია ქარხანა ამაზე არავის არ იქნება პრობლემა აი კაცო ხელისუფლებას მიმართავ თუმცა სადაა ხელისუფლება არსებობს ერთი კაცი მართველი დანარჩენი არავინ არ არის ქართველები საკმაოდ მოძლიერებული არიან ქვეყნის გარეთ და აქაც ხო არიან ფული გამოგეცხადებინა რომ აი ორი ქალაქი რომელიც თქვენ უნდა ააშენოთ გააკეთეთ კონსორციუმი საკონტროლო პაკეტი იქნება ქართული მხარის კერძო იყოს დაიხმარეთ არაბი ჩინელი ვინც გინდა ოღონდ არა უმეტეს 59%-ში რაც ნიშნავს საკონტროლო პაკეტი გადაწყვეტილების მიღება არის
საკონტროლო პაკეტის. ეს არ ნიშნავს ერთმა დამიწერა რა მნიშვნელობა აქვს 59% ბინას ის თუ გაყიდისო. არა კაცო, ასე არ ხდება. მართლა პროექტი არის ერთი ქალაქი დაუშვათ 51% გადაწყვეტილებების 100%-ზე ახდენს გავლენას. იმ პატს, რომელმაც პატიოსნად მოგცა ინვესტიცია 59%, ანუ 59.5% მოგებისა გაატანე და გაუშვი. იქნებოდა ქართული ქალაქები. ვიღაცა უცხოელი ევროპელი იყიდის აქ. ამით მარეგულირებელიც არსებობს. შენ დაუშვებ. მე რომ ჩავიდე ახლა ამერიკაში რაიმეს ვერ ვიყიდი სახლს. ისედაც ეხლა ბატონო გონია აქ ეხლა მართლა 10000 ფრანგი აპირებდა შემოსვლას მაგაზე ვინმეს პრობლემა ხონდეს. აქ ღიათ უნდა ითქვას და მე ამას არ ქმევხონდა ხანდახან ქსენოფობიებს და შემდეგ, მაგრამ ჩემი აზრით არაფერ შუაშია ჩვენთვის, იმიტომ რომ ისტორიული გამოწვევები გვაქვს, ხო ჩვენ ისლამის სამყაროსთან და იქიდან მომავალ ამიგრაციულ ხალხას რო შიშით უყურებს ქართველი, ეგ არ არის გაუგებარი. მე არა ვარ ემოციებით მოსაუბრე. მე ქართველებს ქართველებს მივმართავ. ეს პროექტი გაკეთდება და ქართველების ისტორია ამ ქვეყანაში დასრულდება. შენი დემოგრაფია, შენი სამუშაო ადგილები არ გექნებათ. ქართველებისთვის აქ სამუშაო ადგილები არ იქნება. თქვენ იმ არაბულ ქალაქებში, რომელიც თუ აშენდა, თქვენ იქ სამუშაოს ვერ ნახავთ, გარდა იმ მეორე ხარისხოვანი სამუშაოებისა, ხო? კი ბატონო, ბორდელში იმუშავეთ, თუგნებავთ და რესტორანში და სასტუმროში და ამნაირ ნაგავი გაიტანეთ და გამოიტანეთ, ხო? ეს არ შეიძლება, იმიტომ რომ დემოგრაფიულად ქართველებს ჩაანაცვლებს სხვა ეთნოსის ხალხი, დემოგრაფია კლავს საქართველოს და თუ რაიმე ღონისძიებები არ იქნა გატარებული, ის ბუნებრივად მოკვდება. 2050 წელი გვითხრა გაერომ, რომ ხართ მომაკვდავი არის, გადმოწიეს 2032 წლისთვის. რატო? თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში 7 წლის მერე ქართველები ეროვნულ უმცირესობაში იქნებიან. ამაში გათვალისწინებულია როგორც მიგრაცია ისე გაფუჭებულმა ხალხმა ჩემს მიერ მე საიდან დავასახელე 1.430.000 ქართველი მოვიდა ამ საქმეებთან ახლოს ყოფი ხალხი მოიყვანა სასულიერი პირი და მითხრეს რასაც ეს ხალხი გეტყვის ჩათვალე რომ სწორია. რა უფლება მაქვს მე არ დავიჯერო მილიონად აღწერა მოჩვენა მერე 3.900.000 როგორ მოაცხადა მთავრობამ ვიღაცა გაფუჭებულმა თქვა რომ აი ჩვენ უკვე გიორხელიძეს საძინავს 4 მილიონი ვართო თქვენ რა გითხრა იცით კიდე რა 4 მილიონი ქართველი ხარ თქვენ 4 მილიონი ქართველი ამ საუკუნეში არ ყოფილა საქართველოში არასდროს ნახეთ გამოქვეყნებულია ჩემს წიგნში და გამოქვეყნებულია გუშინდელ ჩემს Facebook გვერდზე 1960 წლიდან როგორი იყო მე ავიღე მსოფლიო ბანკის მონაცემები მე ქართული სტატისტიკას არაფერი არ ამიღია ნახეთ როგორი დინამიკაა საიდან იწყება ვარდნა და ვარდნა გრძელდება ეხლა ხელოვნურად ადგენენ და 3.900.000 დაწერეს ამიტომ მე ქართველებს მივმართავ თავში ქვაუხლია ყველა გადაგვარებულს, ყველა საცოდავს, რომელსაც თავისი ბელადი მიაჩნიათ. ეს ქვეყანა ქართველებისთვის სრულდება. არ ნუთუ ძნელი გასაგებია, დემოგრაფიულად ვერ გაძლებს ქართველი. აქ რო არაბი დააჯინეს იმედზე ტელევიზიაში და იმ კაცმა თქვა 100,000-ობით არაბი უნდა შემოვიყვანო. აქო 8 მილიონი ტურისტი შემოვიდაო და 16 მილიონის რესურსი არსებობსო. კი, მაგრამ 16 მილიონს მილიონი და თუ გნებავთ 2 მილიონი ქართველი როგორ უნდა მოემსახუროს? ნორმები აიღეთ, ხო არის ბევრი ტურისტული ფირმა. ესე იგი მომსახურე პერსონალის უნდა შემოვიდეს, ხო? ანუ შრომითი მიგრაცია, რაც არის ყველაზე დიდი გამოწვევა. შენ გახვალ იქეთ, იმიტომ რომ აქ შენ სამუშაო არ გექნება. ან გექნება, მე გუშინ არ დავასახელებ ახლა ადგილს ძალიან ხალხმრავალ ადგილზე ვიყავით, სადაც მცირე ბიზნესი ბევრია. დიდი მადლობა ამ ხალხს მიცნეს და მოვიდნენ და გამომელაპარაკეს და ყველა უსმენს ყველა და მითხრა ერთმა ძალიან წესიერმა კაცმა, რომელიც გაჭირვებაზე მესაუბრებოდა, მცირე ბიზნესი გაჩერდა, იმიტომ მოძრაობა არ არის, ვაჭრობა ისეთი არ არის, როგორც არის. აი
მეზობლებთან გავალო ზოგიერთ ყველა გისმენთო და ყველა და ერთიო ზოგიერთი ამბობს რომ ასე კი არ არის გიორხელიძე რო ლაპარაკობსო და ვეუბნებითო რა მე რაც ლაპარაკობ ახლა მინდა ამ მასე კი არ არის ხალხს მივმართო მე თქვენგან არაფერი არ მჭირდება მე თქვენ ვერსად ვერ ამირჩევს მე თქვენ არაფერს არ გთხოვთ მე ჩემი ქვეყანა მინდა ვისაც თქვენი ბელადი გინდათ 100 წელი არ მაინტერესებს თქვენი აზრი მე ლაპარაკობ მხოლოდ საღი ნორმალური ღირსეული ქართველებისთვის და თქვენ ნახავთ რომ საღი ნორმალური ღირსეული ქართველები ჯერ კიდევ საკმაოდ არიან და ამ ქვეყანას არ გაგაყიდინებენ ხას უსვამ დემაგოგიის ქვეშ მიმდინარეობს და კი დარწმუნებულია ხელისუფლება რომ ქართველებს არაფრის უნარი არ გააჩნიათ თვალწინ გაუყიდიან მე რატო ვამბობ როგორ ფიქრობთ აი რა გააქვთ ეგეთი განცდა რომ ხელისუფლება არ უწევს ანგარიშს მე პირიქით აი ხელისუფლების პოზიციები მაფიქრებინებს რომ შეშინებულები არიან ამ საკითხზე ну ცდილობენ რომ თავი გაიმართლონ ყოველ შემთხვევაში ცდილობენ რომ რაღაცი ნახეთ რამხელა ამბავი ატყდა გარანტირებული არ აქვს მე ვარ ერთი კაცი მე მაქვს ერთი ტელეფონი და იქედან ვაკეთებ ჩემ გადაცემებს კვირაში 3 ჯერ და ნახეთ 10,000-ობით ადამიანი უყურებს ამონარიდები შედარებით პატარებს 100,000-ობით ადამიანი უყურებს მე ვარ ერთი კაცი მე თქვი და შემიძლია ხატზე დავიფიცო რა მონაცემები გავახმიანე მე გადაგვარებულ ზოგს ფული ჭირდებათ ნარკოტიკებისთვის და ამიტომ ყიდიან თავის ქვეყანას ზოგი 9 რაღაცაზე გადამხტარია აღარ გავიმეორებ იმ სიტყვას არ მაინტერესებს მე მაინტერესებს ერთი რამ გადარჩენილი ვარ თუ არა ის მე ხელისუფლებას არაფერს არ ხო ხარ ხელისუფლებაში ბიჭო რაც ნიშნულოვანია ერისთვის მისი მომავლისთვის განათლებისთვის 9 ჯერ თქვი გავიმეორებ სოფლიოში საუკეთესო განათლების სისტემა შემოიტანეთ ამ შესანიშნავი ახალგაზრდებისთვის და თქვენი მეხუთე გავხდები არა განათლებას არ შემოიტანთ თქვენ რასაც აკეთებთ პენიტენციალური სისტემის შაშკინის მოადგილე ყავთ განათლების სამინისტროთ ანუ ადეიშვილის მე რაღაც თანაშემწე იყო თუ რაღაცა და გვაბოლებთ აქ რომ რაიმეს აკეთებთ არაფერს არ აკეთებთ თქვენ დარწმუნებული ხართ რომ ეს ხალხი უუნაროა თქვენს ნებას ვერ გადავა და ისე როცა მოხდება და აქ ქართველი უმცირესობაში იქნება მე ტელევიზიით გამოდი გინდა რაღაც მიტინგი მოაწყვი არაფერს მიტინგი არ შველის ამ საქმეს ამ საქმეს შველის ქართველთა საღი ნაწილის ერთად ყოფნა ამ ქვეყნის გვერდით რომ ხელისუფლება დაბლოკო იმ საკითხებში რომელიც ქვეყნის მომავალს ქართველების მომავალს ამ ქვეყანაში დედი ფირწალი არ გვიჭირავს ხელს და ჩამოდი და მე დავჯდები მან დარგეუბნები ზიხარ კორუფციაში ხარ ჩაფლული ერთმანეთს იჭერ რატო იჭერენ იცით ჩამოგდება მოუნდომეს ხო ნუ ფაქტია რომ ყოველ შემთხვევაში ეს მეორე ყველაფერზე ლაბარაკი აქამდე არ იცოდნენ ეგ არგუმენტი არ არსებობს და რაღაცა ფულმა რო ხო იცით დაბალი ინტელექტის კაცი ფულს რომ იშოვის ხო იცით იმერულად გეტყვი ხო მერე ტვინი ემღრევა და ჭკუა უმცირდება და ეხლა იფიქრეს ამდენი ფული გვაქვს ეს ჩვენი ზევდა მამა და მარჩენალი რაღაც გვინდა აწიო ამაშია ეს ამ სისტემის უბედურება მე არაერთხელ მიმართე ბიძინა ივანიშვილს შეკაიკაცო დაიკავე ოფიციალური პირველი პირის თანამდებობ კონსტიტუციურ რეჟიმში შემოდი ვინ მოგცა ნება ქართული სახელმწიფოს ნგრევისა არაფორმალური კაცი საერთოდ ახლოს არ ახარ კანონთან რას მართავ ვერ გავიგე რა არის ეს ან თუ არის ამისი სურვილი ყოველ შემთხვევაში ბანანის ქვეყანა არის თუ არესია არის ბატონდემურ იცით რატო აი მართლაც ეგრე არის რომ ჩვენთან ვითარდება ორი სექტორი მარტო რასაც ხედავთ ეს არის ერთი პოლიცია რომ ხალხი იყოს ჭუმად და გააჩუმოს ხალხი და მეორე სასტუმრო რომ სტუმარი ჩამოვა მოემსახურო მეტი არაფერი ამ ქვეყანაში არ ვითარდება პოლიცია სისტემაც ეგეთია არიან ამიტომ მე არ ვფიქრობ რომ პოლიცია უშიშროება ან სპეცრაზმი არაქართული ბუნებისა პირიქით მაგრამ მე ვამბობ იმ მახინჯ მართლობაზე სისტემაზე მაქვს საუბარი თორე პოლიცია სისტემა არის მახინჯი თორე პოლიციაში შესანიშნავი ქართველები არიან სპეცრაზმშიც უშიშროებაშიც მახინჯის სისტემა ამიტომ მე ასევე კიდევ ერთხელ ვთხოვ
მე ერთი კაცი ვარ, ძალიან კარგად იცით, ჩემს უკან არავინ არ არის. ეხლა რამდენიმე კაცთან ერთად ქართველთა გაერთიანებას ვუყრით, ეს რა არის არაპარტიული გაერთიანება. აბა რა, გაგაყიდინოთ, ქვეყანა ვერ გავიგე. დაიკავე, შეკაიკაცო. პირველი კი არა, უმაღლესი პირველი დაირქვი. ოღონდ კონსტიტუციაში შემოდი. კონსტიტუციური კანონებით მარტე სახლიდან მართავ ბანდა ეს თუ რა გასაგებია ეს მთავრობა ეს პარლამენტი და ეს სასამართლო მართლა ბოდიში ამ სიტყვაზე და იმ კრიმინალურ შეესტიორკები არიან გასაგებია გავიგე მაგრამ ეს სახელმწიფო თქვენი ხო არ არის ბოლოს და ბოლოს კაცო ამხელა პასუხისმგებლობას რატო იღებ? ნუ თუ არ გეშინია რომ ღმერთი ამისთვის დაგჯის რომ რას კიდე სახელმწიფოა იყავი პირველი კაცი უმაღლესი კაცი იყავი მართე ეს ქვეყანა კანონის ფარგლებში რაღაც გამოგივა რაღაც არ გამოგივა 100 წელი ხო ვერ იცოცხლებ დიდხანს იყავი მაგრამ ვერ იქნები და ვერ წაიღებ ვერაფერს იგით სანაძლეოს დაგიდებთ უგნება ბატონები ერთ თეთრს ვერ წაიღებ იმ ქვეყანაში თუ ჩაგაყოლებენ რა იმის თუ რომ ვერაფერს ვერ წაიღებ ამიტომ რას ტოვებ შენ ადგილს ეს მარაზმიდან გამოვა ქართველები აუცილებლად გამოვა თუ არა დაკარგავენ ამ ქვეყანას კი მაგრამ თქვენი სახელი არ გინდა რომ იყოს ნათლად კარგად თქვენ გონიათ თქვენ რო დღეს ფულს უხდით ამ დიდი ბოდიში და ნაბოზრებს ისინი იქნებიან თქვენი დამფასებლები არ იქნებიან ისინი დამფასებლები. დამფასებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ხალხი, მადლიერი ხალხი თუ კი მასამისი მადლიერების საფუძველი ექნება. საქმის საფუძველზე გამოხატავს თავის დამოკიდებულებას. ამიტომ მე კიდე გეუბნებით, რასაც ვაკეთებ ძალიან კარგად ვიცი, არაფერი არავისგან არ მინდა. მე მინდა ჩემი ქვეყანა, მე მინდა ჩემი კულტურა, მე მინდა ჩემი ანა, მე მინდა ჩემნაირ ხალხთან ერთად ცხოვრობდი ამ გარემოში. დღეს თქვენ რომ მოდიოდი უზბეკმა მომიყვანა ერთი კვირის ჩამოსული ვარო და ტაქსი ძალიან მომრავლდნენ შუაზიდანაც შემხედრია მის ბევრი. სამწუხაროდ ეს რეალობა არის. სამწუხაროდ რა ვინმე საწინააღმდეგო კი არა გვაქვს ეროვნებასთან ამ შემთხვევაში. არანაირი კვიდრი მოსახლეობა რომ საქართველოს უნდა მიიღოს გაჭირვებულიც დაეხმაროს, მაგრამ საუბარია იმ ცივილიზებულ მასშტაბებზე და არა იმაზე, რაც ხელისუფლებამ ბოლო წლების განმავლობაში გააკეთა. ამის გაძლება ქართულ გენეტიკას არ შეუძლია. ჩვენ არა ვართ მრავალრიცხოვანი ქვეყანა და ვიღაც მიმტკიცებს 4 მილიონი ქართველი ვართო. მანამდე არა გიდგა გვერდები სანამ 4 მილიონი ქართველი არ იყოს საქართველოში. დიდი მადლობა ბატონო დემურ, ძალიან საინტერესო საუბრისთვის დაგემშვიდობებით და გისურვებთ წარმატებებს. აქტიურად გადევნებთ თვალს მათ შორის თქვენს გადაცემებში, რასაც აკეთებთ ხოლმე სოციალურ ქსელში და ნამდვილად გისურვებთ წარმატებას. ერთმა ტელეფონმა როგორ შეგაშინათ, კაცო, ვერ გავიგე, ერთი კაცი საუბარმა, ხო? ფაქტია რომ ამ ხრივ არიან დამფრთხალები და როგორც ჩანს არ აქვს გარანტირებული ის იმ გეგმების განხორციელება რაც ჩაფიქრებულია. მადლობა და დაგემშვიდობებით შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს. ბატონი დემურ გიორხელიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და ჩვენ ვისაუბრეთ როგორც ქვეყნის გარეთ უკრაინის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე, ასევე შევეხეთ საქართველოში მიმდინარე ყველაზე აქტუალურ საკითხს, რაც დაკავშირებული არის ამ არაბულ ინვესტიციასთან და ალბათ მომდევნო კვირების განმავლობაში კიდევ უფრო აქტუალური გახდება ეს თემა, იმიტომ რომ საზოგადოებრივი პროტესტები არის ამ თემაზე დაგეგმილი. ჩვენ ბუნებრივია მივადევნებთ თვალყურს ამ მოვლენებს. მადლობა და დაგემშვიდობებით. მადლობა თქვენ. კარგად ვზანდებოდეთ.